ფინანსთა სამინისტრომ პოზიცია ისევ შეცვალა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ პენსია მხოლოდ 25 ლარით გაიზრდებოდა და მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ 1 სექტემბრიდან პენსია 10 ლარით განურჩევლად ყველასთვის მოიმატებს. შეიცვალა საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ სოციალურად დაუცველებისთვის 25 ლარით გაზრდილი პენსია უკეთესია, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები რადიკალურად განსხვავებული იყო. მომავალი წლიდან ყველა პენსიონერი 150-ის ნაცვლად 160 ლარს აიღებს. გადაწყვეტილება პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრები გააცნო, თუმცა ზრდა მხოლოდ 1 სექტემბრიდან იგეგმება. მთავრობამ მიაწოდა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია, რომ მომავალ წელს პენსია გაიზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით 1 სექტემბრიდან. მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ პედაგოგებს, პენსიონერებს და არა მხოლოდ თქვათ სოციალურად დაუცველი კატეგორიის პენსიას ყველას გაიზრდება პენსია. არიან ოჯახები, რომელშიც არიან პენსიონერები და მათ უფრო ნაკლებად საჭიროება ბუნებრივია რაღაც გარკვეული პენსიის და ანუ ოჯახი, რომელსაც მაღალი შემოსავალი გააჩნია. და არა მგონია, რომ უფრო სწორი იყოს, რომ ასეთი ოჯახის პენსიონერსაც და სოციალურად დაუცველ პენსიონერსაც ერთდაიგივე პენსია უნდა ქონდეს. ბიუჯეტის პირველადი ვერსიით პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა გაზრდოდათ. ამ ვერსიას პრემიერთან მისვლამდე უმრავლესობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ურაბ ტყემალაძე ლობირებდა, თუმცა შეხვედრიდან გამოსული ტყემალაძე ყველა პენსიონერისთვის პენსიის გაზრდას უკვე სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებდა და მცირედი ზრდის გამო პენსიონერებს უბოდიშებდა. გულია ძალიან სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ, რომ ეს ბატონი ზვიად ზიგურის ინიციატივა იყო და პრემიერის ინიციატივა სამავდოს და დაეთანხმება გაკეთება. პენსიონერებს ვეთყოდი, რა თქმა უნდა, ბოდიშს მოუხდოდი. ამავე დროს ეს არ არის შეიძლება ის, რაც სრული სიამოვნებისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ ნამდვილად დამეწონოთ 10 ლარი არის ის თანხა, რომელიც მოემატება 150 ლარს. პენსიის ზრდის პარალელურად ეკონომიკის სამინისტროს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემუშავება დაევალა. დავით საგანელიძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ არსებული საპენსიო სისტემა რეალურად სახელმწიფოს დახმარებაა და არა პენსია. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მუშაობს ამ თემაზე, შეიძლება სწრაფად თქვათ, მომავალ წელს მაინც უკვე წარმოადგენს ის პროექტი, რომელიც იქნება სულთა საპენსიო რეფორმის თემა. ანუ დაგროვებითი პენსია, პენსიები თქვათ, დამსახურები წლების მიხედვით და ასე შემდეგ. ისე რომ ამბობ, ჩვენ პენსიას ვეძახით, ეს არის კომპენსაცია და გვინდა რომ სრულ საპენსიო რეფორმაზე გადავიდეთ. ოპოზიციონერი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც ფიქრობს, რომ პენსიის მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის გაზრდა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მიმაჩნდა რომ ეს იყო არასწორი, რადგანაც რომ პენსიონერების დიდ ნაწილს, 80%-ზე მეც არ გაზრდოდა საერთოდ და მხოლოდ 15%-ს ეს ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მოქალაქეების უმეტესობას პენსიის 10 ლარით ზრდა არ აკმაყოფილებს. ბატონ ხადურს გადაეცით, ის 10 ლარი ჯობია დააგროვოს და მერე ციკლის კანჭები წავოს. კარგია რომ უფრო მეტით მოიმატოს. სამარცხინო რაღაცა ჯერ პენსია გვაერთო და ეს არაფერს არ ნიშნავს. 150 ლარი ქონია, 170 ლარი ქონია. დაიტოვე თავისთვის 10 ლარით რა უნდა ვიყიდო. დღესდღეობით საქართველოში 700,000-ზე მეტი პენსიონერია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პენსია 2016 წელსაც გაიზრდება. 2015 წლის ბიუჯეტს კი პარლამენტში კიდევ ერთხელ 14 ნოემბერს განიხილავენ.